მოგესალმებით. დღეიდან გადაცემა შუადღის ეთერში. ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს ანსამბლ ერისიონის სოლისტები ოთარ ბაღდავაძე და მელიკა წიფურია წარუძღვებით გადაცემას ვისწავლოთ ქართული ცეკვა. ჩვენ არა მარტო წარუძღვებით, არამედ რამს თავარია ტელემაყურებელს შევასწავლეთ ქართულ ცეკვას. ამიტომ მოემზადეთ გაითავისუფლეთ ადგილები ტელეეკრანების წინ. ოთო, სანამ მაყურებლები მოემზადებიან, მინდა აღვნიშნოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ფოლკლორული ცეკვა, რადგან ყველაფერი ის, რითაც ადამიანი ცხოვრობდა, ისახებოდა ცეკვაში. იქნება ეს ნადირობა, მტერთან შეტაკება, ნაყოფი შეგროვება თუ სხვა. ცეკვაში აგრეთვე აისახება წესჩვეულებები, გეოგრაფიული პირობები, რაც გავლენას ახდენს მის შინაარსზე, ფორმაზე და მთლიანად კომპოზიციაზე. ისიც უნდა ითქვას, ოთო, რომ ფოლკლორული ცეკვის ცხოვრება განუწყვეტლივ დროსთან ერთად ვითარდება და ყოველი ახალი თაობა პოულობს მასში საკუთარი დროისათვის ახლობელ თვისებებს. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ პირველ ცეკვად შეგვერჩია ცეკვა ქართული, რადგან ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ცეკვა ქართულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იგი სათბიალო შინაარსის ცეკვებისა და მთელი ქართული საცეკვაო ხელოვნების გვირგვინია. ეს ცეკვა რაინდული სულის გამომხატველია, გამოირჩევა მოცეკვავეთა ტემპერამენტის თავდაჭერილობით, ფორმის სიმკაცრითა და დახვეწილობით. ლიკა, მგონი დროა გადავიდეთ პირველ გაკვეთილზე. ცეკვა ქართული 5 ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი არის შესავალი. ვაჟი გამოდის საცეკვაოდ. გთხოვთ გაუშვათ სიუჟეტი. როგორც ხედავთ, ვაჟი ცეკვას იწყებს საათის სვლის ისრის საპირისპირო მიმართულებით. სადასრიალა ან რთულა სვლით, დააკვირდით. მიუხედავად ფეხების სწრაფი და სხარტი მოძრაობისა, მისი ზეტანი ურხევია. თავი ამაყად უჭირავს. ვაჟი მიუახლოვდა ქარს, სამდაკვრა სრიალით უკან იწევს და გადადის გასმაზე რამოდენიმე ტაქტის განმავლობაში. მოდიოთარ ყველაფერი ეს დავანაწევროთ და დავიწყოთ სულ თავიდან. დიახ, ლიკა, სანამ ცეკვის მოძრაობებზე გადავალთ, შევისწავლოთ ძირითადი პოზიციები. ლიკა? პირველი პოზიცია. დროებით დავილაგოთ დოინჯზე კლავები. პირველი პოზიცია პირდაპირი, სადაც ტერფები არის ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული. მეორე წინ ფეხშლილი პოზიცია, სადაც ერთმანეთის პარალელურ ხაზზე იმყოფება ორივე ტერფი. და სიმძიმე, სხეულის სიმძიმე არის გადანაწილებული თანაბრად. შემდეგ მესამე ტერფშლილი პოზიცია. ქუსლები ერთმანეთთან არის მიდგმული და ცერები ირიბად არის მიმართული და ერთმანეთთან დაშორებულია 60-70 გრადუსით. ლიკა, ისიც შევახსენოთ, რომ ქუსლები ერთად უნდა იყოს და არა გაშლილი. რა თქმა უნდა. შემდეგი მეოთხე პოზიცია, განფეხშლილი პოზიცია, სადაც წინა პოზიციის მსგავსად ირიბად არის მიმართული ცერები. რა თქმა უნდა, წონასწორობა ორივე ფეხზე თანაბრად არის გადანაწილებული. ლიკა, მოდი კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს ეს პოზიციები. დავიწყოთ. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია და მეოთხე პოზიცია. ოთარ, ახლა დავიწყოთ კლავების პოზიციები, ქალის და მამაკაცის პოზიციები განსხვავდება, გთხოვთ. შეიძლება. სანამ კლავების მოძრაობებზე გადავალთ, პოზიციებზე უკაცრავად, სანამ კლავების პოზიციებზე გადავალთ, მანამდე ავხსნათ თუ როგორ უნდა დავალაგოთ თითები ცეკვის დროს. ეს 4 თითი უნდა დავალაგოთ ცერა თითის გასწვრივ. ცერა თითი კი საჩვენებელ თითზე უნდა დავადოთ. ორივე ხელი. დავიწყოთ. პირველი პოზიცია. კლავები არის განგაშლილი. მეორე პოზიცია. მარცხენა ხელი რჩება განგაშლილი და მარჯვენა ხელი იხრება სახსარში. მესამე პოზიცია. კლავები იხსნება. მარჯვენა ხელი ადის მაღლა, მარცხენა რჩება ისევ თავის პოზიციაში. და მეოთხე პოზიცია. ირმულა. ეხლა კი გავიმეოროთ ეს პოზიციები. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია და მეოთხე პოზიცია. ეხლა კი ლიკა აგვიხსნის ქალის პოზიციებს. სანამ კლავის პოზიციებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო თუ როგორ ლაგდება მტევანი და დავალაგოთ თითები. ყველა თითს შორის უნდა იყოს თანაბარი მანძილი.
შუა თითი დაუშვათ ოდნავ დაბლა, ხოლო წერა თითი მის პარალელურად მოვათავსოთ. აი ასე. გვერდიდან, როდესაც გავხედავთ, ყველა თითი სათითაოდ უნდა ჩანდეს. დავიწყოთ მოსამზადებელი მდგომარეობიდან. პირველი პოზიცია განგაშლილი, მეორე პოზიცია დიაგონალზე მერვე წერტილში შემოდის მკლავი, მესამე პოზიცია მარჯვენა მკლავი კალგვარად არის მოხრილი ნებით ვაჟისკენ, ანუ ხელის გულით ვაჟისკენ, ხოლო მარცხენა მკლავი განგაშლილია ნებით ზემოთ. მეოთხე პოზიცია, რომელ პოზიციასაც ცეკვა ქართულში არ ვიყენებთ. თვალებით უნდა ვხედავდეთ ორივე ტევანს თავის აუწევლად. გავიმეოროთ ყველა ეს პოზიცია თავიდან. მოსამზადებელი მდგომარეობა, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, მეოთხე პოზიცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიაქციოთ აუცილებლად თითების მდგომარეობას და ყოველთვის ცეკვა ქართულში და ზოგადად ქართულ ქორეოგრაფიაში მზერა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლიკა, მოდი ახლა გავიმეოროთ კლავებისა და ფეხების პოზიციები. სანამ გავიმეორებდეთ, მინდა ვთხოვო მაყურებელს, თუ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ნახევარ ერკწერზე ან მაღალ ერკწერზე ავიწიოთ და ისე შევასრულოთ ფეხის და მკლავების პოზიციები ერთობლივად. დავიწყოთ. დავიწყოთ. მაშასე. პირველი პოზიცია. მეორე პოზიცია. მესამე პოზიცია. მეოთხე პოზიცია. ეხლა კი ვისწავლოთ ქართული ცეკვის რთულად ავლა. თვლაზე 1 მარჯვენა ფეხი გადადის წინ ხუს გადაგორებით. თვლაზე 2 მარცხენა ფეხი გადადის მარჯვენა ფეხის წინ ერთ ქცერზე. შემდეგ თვლაზე 3 მარჯვენა ფეხის ვასრიალებ მარცხენა ფეხთან ახლოს. მარჯვენა ფეხმა არ უნდა გაასწროს მარცხენა ფეხს წინ. შემდეგ მარცხენა ფეხი იწყებს სვლას. 1 მარჯვენა ფეხი გადადის ერთ ქცერზე მარცხენა ფეხის წინ 2. თვლაზე 3 მარცხენა ფეხს ვასრიალებთ მარჯვენა ფეხთან ახლოს. 3. იგივე მდგომარეობა. არ უნდა გაასწროს მარცხენა ფეხმა მარჯვენა ფეხს. ეხლა ავხსნათ ცოტა ტემპში. პირველი 1 2 3 1 2 3 ოთარ, მოდი კიდევ ერთხელ გავუმეოროთ მაყურებელს აღნიშნული მოძრაობა, ოღონდ უფრო ჩქარ ტემპში. დავიწყეთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 ოთარ, მოდი ახლა ავხსნი ქალის დგომს, თუ როგორია მისი მდგომარეობა ვაჟის მიპატიჟების მოლოდინში. მოცეკვავე საორიენტაციოდ აქვს 8 წერტილი. პირველი წერტილი არის, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მეორე წერტილი არის საათის სისხლის მიმართულებით გრძელდება დიაგონალში, მესამე წერტილი, მეოთხე წერტილი, მეხუთე წერტილი ზუსტად ზურგით მაყურებელში, მეექვსე წერტილი, მეშვიდე წერტილი, მერვე წერტილი. სწორედ მერვე წერტილში უნდა იდგეს ვაჟის მოლოდინში ქალი. ტერფების მდგომარეობა მარცხენა ფეხზე არის სიმძიმე მთელი სხეულის, ხოლო მარჯვენა ფეხი იმყოფება მეორე წერტილში. მზერა მეორე წერტილშია, თვალები ოდნავ დახრილ მდგომარეობაში, მაგრამ დროდადრო მზერა გადადის ვაჟისკენ. ძალიან კარგი, ლიკა, მოდი ახლა რაც შევისწავლეთ, ჩვენი შესრულებით ყველაფერი ვაჩვენოთ ეს ჩვენს მაყურებელს.
დღეს ამაზე შევჩერდებით. სასურველი არის დღეს ნასწავლი გლეთები გავიმეოროთ. ჩვენ კი 4 შაბათს შევხვდებით შუა დღის ეთერში. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.